საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ღირსი მამის, სერგი რადონეჟელის 700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა. სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის საჭათმყრობელს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა ღონისძიების მონაწილენი დალოცა. წარმატებები უსურვა და საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. კონფერენცია 4 დღეს გაგრძელდება. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ჩამობრძანებისთვის. მე მოხარული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვანი კონფერენცია სწორედ თბილისში იმართება და დღეს თქვენ აქ იმყოფებით. ვიმედოვნებ, რომ ბოლო პერიოდში რუსეთ-საქართველოს შორის ჩამოყალიბებული გართულებული ურთიერთობები მალე გამოსწორდება. ამდენად ჩვენ შორის მსგავსი ერთობლივი ღონისძიებები ორმაგ მნიშვნელობას იძენს. ეს კონფერენცია ტარდება პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ დღეს მიღება იყო უწმინდესთან ყველა ჩვენი სტუმარი და მონაწილე დიდად მადლობელია და გახარებულია, რა თქმა უნდა, ამით და კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღებენ საეკლესიო პირების, სტუდენტები, ხელოვნები, ცნობილი ლიტერატურის